არის პრობლემები მოუგროვდით და რიგი გაკეთდა დიდი და ხალხი ვერ გადადის. ზოგს მარტო თავის საქმეც აქვს უბრალოდ გადავიდეს. როგორც აზერბაიჯანელები გადმოდიან აქეთ, ჩვენც ისე გადავდივარ, მაგრამ აზერბაიჯანელები გადიან იქით-აქეთ ურიგით. და ჩვენ მანქანებს უხდებათ ისე, რომ ორი მანქანა რო ჩვენი გადის 10 მანქანა იმათი გადის. ძალიან დიდი ეხლა ხმათშებთან დაკავშირებით ბევრს გაკეთდა მუდმივი სია, რომ ისია რო გიწევს, პრინციპში ჩვენი მოთხოვნა იყო თავიდან რომ გაკეთებულიყო, მაგრამ ეხლა ხმათშებთან დაკავშირებით ვეღარ უხდება ხალხს, ესე იგი ზოგს უცდება ის რიგი, იმიტომ რომ დასახნავი აქვს. და ვეღარ გადადის და ერთი თუ ამოვარდა იმ სიიდან, მერე უწევს ერთი კვირის მერე კიდე და გადასვლა. და შეიძლება მე ის დღეს ზუსტად იმ დღეს სადაც სია მიწევს, იმ დღეს არ მინდა გადასვლა, კაცო, იმის შემდეგ მინდა გადასვლა და იმ დღეს აღარ მიწევს. როცა მიწევს. რას ითხოვთ? იმას ვითხოვ რომ გაკეთდეს ცოცხალი სია. არავის პასუხისმგებელი, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ცოცხალი რიგი გაკეთდეს, ცოცხალი რიგი. ადრე მუშაობდა ესე და ჩვეულებრივად ყველა კმაყოფილი იყო. ჩვენ მეგონა ესე იქნებოდა უკეთესად, მაგრამ დაერთო. არაფერს არ ვაპირებთ, რასაც ვაპირებთ, აგერ შევიკრიფეთ და გეუბნებით სხვა არ. რა გვინდა მინდორში მუშაობდა რომ მოვდივარ და ჩემი რიგი რო გასულია ხო ვარსიაში და ხო უნდა შემიშვას რატო არ მიშვას მატერიალებს უკან წადი და შემდეგში რომ მოგიწევს მე შეგვიდა ისეთ სამეურნეო ველოდები გავიათი რა ცოტა ხალხი რა თუნა ნახვათ რა ჩადით და ნახეთ კომპიუტერში ნახეთ და ნახავთ ერთი და იგივე მანქანები რამდენჯერ არის ეს უნდა რა უნდა